იემენში ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული ჯგუფი ჰათები გამოაცხადეს სრული აკრძალვა საუდის არაბეთის საზღვაო ნავიგაციაზე, ბლოკადის პროკადის პრინციპით ბლოკადის პასუხად. ბრძანება გამოცხადდა ამ ორშაბათს 2026 წლის 20 ივლისს სამხედრო სპიკერის იაჰია სარის მიერ და დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. ჯგუფმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის გემები და სამეფოსთან დაკავშირებული მოძრაობა ახლა საზღვაო ბლოკადას ექვემდებარება. ამ ვიდეოში იაჰია სარი სამხედრო ფორმაში ჩანს მოძრაობის დროშისა და სიმბოლოს ფონზე, როდესაც მუქარას ოფიციალურ ბრძანებად აქცევს. მილიონობით ადამიანის მასშტაბურ დემონსტრაციაზე, რომელიც გამაფრთხილებელ და მობილიზაციის პარასკევს გაიმართა და მას წინ უძღოდა დიდი შეკრებები და ტომობრივი შეხვედრები, იემენის შეიარაღებული ძალები შემდეგ აცხადებენ. პირველ რიგში იემენის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ საუდელ კრიმინალ მტერს საზღვაო მიმოსვლას უკრძალავენ ალყის-ალყით პასუხის პრინციპის შესაბამისად. და ეს ძალაში შევა ამ განცხადების გამოცხადების მომენტიდან. მეორეც, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენი დიდი ხალხის უფლებას, უპასუხოს ალყას ალყით, სრულ სრული ესკალაციით და გაამყაროს ეს პრინციპი. მესამე, იემენის შეიარაღებული ძალები ადასტურებენ თავიანთ სრულ მზადყოფნას ყველა ვარიანტისთვის. და რომ ნებისმიერი უგუნური ქმედება, რომელსაც ჩაიდენ საუდის მტერი, სრული ესკალაციით უპასუხებენ. სიტყვაში არ არის მითითებული დასრულების ვადა და არც ის, რომელი გემები იქნება პირველები დაზიანებული. მიუხედავად ამისა, განცხადება საუდის გემებს სამეფოს პორტებისკენ მიმავალ ხომალდებს და კომპანიებს, რომლებიც ქვეყნის პროდუქტებს გადაზიდავენ, სასტიკი რისკის ზონაში აყენებს. ეხლა ეჭვი აღარ არის მხოლოდ იმაში, იქნებიან თუ არა თავდასხმები, არამედ იმაში, რომელი ხომალდი შეიძლება შეირჩეს იმის დასამტკიცებლად, რომ ბლოკადა მხოლოდ პროპაგანდა არ არის. როიტერსმა აღნიშნა, რომ თვითონ განცხადების შედეგად გამოწვეულმა გაურკვევლობამაც კი შეიძლება შეაჩეროს მარშრუტები და საუდის პორტებიდან ხომალდები დააშოროს. მუქარა მიმართულია ბაბ ელ მანდების სრუტეზე, ვიწრო გასასვლელზე, რომელიც წითელ ზღვას, ადენის ყურესა და ინდოეთის ოკეანეს აერთებს. მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 12% ჩვეულებრივ ამ რეგიონს კვეთს, ასევე გლობალურად კონტეინერებით გადაზიდული ტვირთის დაახლოებით მეოთხედიც. სრულიად დახურვამ შეიძლება შეაჩეროს საუდის არაბეთის ნავთობის გაგზავნა აზიაში და ბაზრიდან ამოიღოს მიწოდების 7%-მდე. გემებს, რომლებიც ამ ადგილს აირიდებენ, მოუწევთ აფრიკის შემოვლა კეთილი იმედის კონცხით, რაც გაზრდის მგზავრობის ხანგრძლივობას, საწვავის მოხმარებას, დაზღვევის ხარჯებს და საბოლოო პროდუქციის ფასს. საუდის არაბეთი კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა წითელი ზღვის ამ გასასვლელზე, რადგან ჰორმუზის სრუტეც ირანული თავდასხმებისა და მუქარების ქვეშაა. სამეფო ყოველდღიურად მილიონობით ბარელს ატარებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენით, რომელიც ნავთობს სპარსეთის ყურის რეგიონიდან იღებდა და ტვირთს საუდის არაბეთის საზღვაო ტერმინალებამდე მიქონდა. ჯგუფმა ასევე დაემუქრა ავიაკომპანიებს, ნავთობის ობიექტებს, აეროპორტებსა და საუდის არაბეთის პორტებს. აბიდ აბდუმალიკ ალ რუტიმ დააწესა ახალი წესი: აეროპორტის სანაცვლოდ აეროპორტი, პორტის სანაცვლოდ პორტი და ბლოკადის სანაცვლოდ ბლოკადა. არაოფიციალური ზავი, რომელიც 2022 წლიდან დიდ დაპირისპირებას აფერხებდა, პრაქტიკულად დარღვეულია. სანაზე თავდასხმა ჯგუფმა წარმოადგინა როგორც მტრულობის შემცირების პერიოდის დასრულება. პარასკევს 17 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციაზე ჰუსიტების მხარდამჭერებმა გამოფინეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იაჰია სარეიმ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა. ამ ვიდეოში ცაზე მოციმციმე ნათებები წარმოდგენილია როგორც ისლამური რევოლუციური გვარდიის მიერ ქუვეითის, იორდანიისა და სირიის მიმართულებით გაშვებული რაკეტები, ბოლო საათებში თავდაცვითი. იორდანიამ განაცხადა, რომ რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდო, ხოლო ქუვეითში კვლავ დაფიქსირდა და თავდასხმები ენერგეტიკულ და გამტკნარების ობიექტებზე.
როიტერსმაც დაადასტურა, რომ ირანმა თავდასხმა განახორციელა ალ-ტანფის რეგიონში, სირიის აღმოსავლეთ ნაწილში, თუმცა სირიის სამხედრო წყაროს მიხედვით ამერიკულ ობიექტს არ მოხვედრია. ოპერაცია იმ დროს განხორციელდა, როცა შეერთებული შტატები მე-9 ღამეა უწყვეტად უტევს ირანის სამხედრო ობიექტებს. სამიზნეებს შორის იყო სარდლობის ცენტრები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო მეთვალყურეობის პოზიციები, საკომუნიკაციო ქსელები და ადგილები, რომლებიც გამოიყენებოდა დრონებისა და რაკეტების გასაშვებად. ამერიკის პასუხი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ირანის თავდასხმამ იორდანიაში მდებარე ბაზაზე 2 ამერიკელი სამხედრო მოკლა და კიდევ ერთი გაუჩინარდა. თეირანმა გადაწყვიტა საპასუხო ზომები მიეღო იმ არაბულ ქვეყნებზე თავდასხმით, სადაც ამერიკული ძალები არიან განთავსებული, რითაც საფრთხე მთელ სპარსეთის ყურეში გავრცელდა. ომმა ასევე პირდაპირ დაარტყა საწვავის გადამზიდავ კომერციულ გემს. ნავთობის ტანკერი კავალმალესი გამოჩნდა უზარმაზარი კვამლის სვეტით დაფარული. ხომალდი 19 ივლისის ღამეს ომანის სანაპიროსთან დააზიანეს. გემს მალტის დროშა აქვს. ის 2025 წელს აშენდა და მას მართავს ბერძნული კომპანია დინაკონ ტანკერსი. ეკიპაჟმა ხომალდი დატოვა და უსაფრთხოდ გადაარჩინეს ბუქსირით. იმ დროს, როცა ნავთობის ტანკერი დრეიფობდა და იწოდა, იმ მოგზაურობის დროს, როცა დაზიანდა, ის ცარიელი მიემართებოდა სპარსეთის ყურის პორტისკენ, რათა ახალი ტვირთი მიეღო. ბრიტანულმა საზღვაო შეტყობინებამ განაცხადა, რომ ხომალდი დაუდგენელმა ჭურმა დააზიანა, თუმცა პასუხისმგებელი მაშინვე არ დაუდასტურებიათ. რევოლუციურმა გვარდიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ 2 ნავთობტანკერი აფეთქდა და გაუნძრეველი დარჩა მას შემდეგ, რაც მათ სცადეს ირანის მიერ სახიფათოდ მიჩნეული მარშრუტის გადაკვეთა. საერთო საზღვაო საინფორმაციო ცენტრს უკვე აღრიცხული ჰქონდა 11 ირანული თავდასხმა ხომალდებზე ჰორმუზის სრუტეში 25 ივნისის შემდეგ. მუქარის დონე კვლავ მძიმე ნიშნულზე იყო, ხოლო ახალი მთრული ქმედებები მეტად სავარაუდოდ მიიჩნეოდა. სუპერტანკერების გადაადგილება ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში დღეში საშუალოდ 8 გადაკვეთიდან შემცირდა და გასულ კვირაში დღეში მხოლოდ 2 გადაკვეთას შეადგენდა. ნავთობის გადატვირთვები, რომლებიც გემებს შორის სრუტის გარეთ ხდებოდა, ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი თავდასხმების ტალღის შემდეგ. იმ დროს, როცა ირანი და მისი მოკავშირეები ზღვაზე მუქარებს ავრცელებენ, ირანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საკუთარი რეჟიმის შიგნით შემაშფოთებელი კრიზისი აქვს. მოჯთაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც უმაღლესი ლიდერი გახდა. მისი განცხადებები წერილობითი ფორმით გავრცელდა, სიტყვით გამოსვლების გარეშე, მოსახლეობის წინაშე. აბას არაქშიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მოჯთაბა ამ თანამდებობაზე მოვიდა, პირადად ჯერ არ შეხვედრია მას. ისრაელის უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულმა ცნობამ განაცხადა, რომ ლიდერი საერთოდ არ იმყოფებოდა ირანის ტერიტორიაზე, თუმცა ეს ინფორმაცია დამოუკიდებლად არ დადასტურებულა. ამ ჩანაწერში, რომელიც Next-ამ გამოაქვეყნა, მოჯთაბას არ ყოფნა უკიდურეს იზოლაციას მიეწერება. მხოლოდ მცირე ჯგუფს ექნებოდა უზენაეს ლიდერთან წვდომა. მაშინ, როცა უფრო თვალსაჩინო პირები, როგორიცაა არაგაში, მასუდ პესეშკინი და მოჰამად ბაღერ ღალიბაფი, საჯარო გადაწყვეტილებებს იღებენ. ერაყული წყაროების ცნობით მოიტაბამ ასევე უარი თქვა ერაყის პრემიერ-მინისტრ ალი ალ-ზაიდთან შეხვედრაზე, რადგან ეშინოდა, რომ შეხვედრა მის სამალავის ადგილმდებარეობას გაამჟღავნებდა. უარი მას შემდეგ მოხდა, რაც ალ-ზაიდმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპი მოინახულა და ირანის ხელმძღვანელობას შეტყობინება გადასცა. პარანოია კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც არაგაშიმ აღიარა, რომ ირანში სერიოზული უსაფრთხოების ხარვეზი არსებობდა. ამ ვიდეოში, რომელიც დაპირისპირების ანგარიშმა გამოაქვეყნა, მინისტრი აცხადებს, რომ მტერმა იცოდა ალი ხამენეის რუტინა, იცოდა სად ტარდებოდა სამხედრო მეთაურების შეხვედრები და ზუსტად შეარჩია დრო თავდასხმისთვის. არაგაშიმ ავიარა, რომ ეს ხარვეზი ჯერ კიდევ სრულად არ აღმოფხვრილა და შესაძლოა კვლავაც ახდენდეს გავლენას ინფორმაციაზე წვდომასა და რეჟიმის გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მაგალითად, ბეითის გარეთ არის თავდაცვის საბჭოს შეხვედრა, რომელიც ბატონმა შამხანიმ მოაწყო და თავად ბატონი ხამენეიც ბეითში იმყოფება. როგორ განმარტავთ ამას? ამავე დროს 3 ან 4 შეხვედრა დილის 9 საათსა და 30 წუთზე.
კარგი, თავად სტრატეგიული საბჭოს ჰქონდა ესე ვთქვათ ფიქსირებული და სავალდებულო შეხვედრა, რომელიც ყოველ შაბათს ტარდებოდა, რათა განეხილოთ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. იმ პერიოდში, როცა მე სტრატეგიულ საბჭოში ვიყავი, ჩვენც ყოველ შაბათ დილით ვატარებდით შეხვედრას. მაგრამ ეს იმ შენობაში ტარდებოდა, რომელიც მათ პაზდარანის ქუჩაზე აქვთ. არ ვიცი რატო იყო იმ დღეს შეხვედრა ქვედა შენობაში დანიშნული. გარდა ამისა, იქ არ იყო სამიზნე, მაგრამ ბატონი შამხანის შეხვედრა იყო სამიზნე, ბატონი შირაზის ოფისი იყო სამიზნე, ბატონი რეჯაზის ოფისი იყო სამიზნე და თავად მისი აღმატებულების ოფისი არ იყო სამიზნე. მათ სწრაფად შეუტიეს ამათ. შეუტიეს ასევე ვიცე-მინისტრების შეხვედრასაც. ეს სხვა შენობებიდან იყო, ვიცი. არ მიმაჩნია ბუნებრივად ამდენი შეხვედრის ერთდროულად ჩატარება. იმ დროს ბატონო ნებისმიერ შენობაში შეხვედრები ტარდებოდა. მაგრამ დიახ, უზენაესი ლიდერი თავის ოფისში იყო. ეს არ ითვლება. ეხლა თავდაცვის საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც ბატონმა შამხანი მოაწყო, არ ვიცი ეს დამთხევა იყო თუ არა, მაგრამ დაზვერვის სამინისტროც იმავე დროს იკრიბებოდა. თავარია ჩემი აზრით ისაა, რომ მათ ამ შეხვედრების შესახებ იცოდნენ და ეს შესაძლოა უსაფრთხოების ხარვეზი იყოს, რომელიც არსებობდა და ალბათ ჯერ კიდევ არსებობს. ეს უნდა მოგვარდეს. ახლა კი უსაფრთხოების ძალები იზიებენ ამ საკითხს და მე მჯერა, რომ ეს უსაფრთხოების ხარვეზი მხოლოდ შეღწევასა და ინფორმაციის მოპოვებას არ ეხება. ზოგჯერ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებაზე და რაც კიდევ უფრო უარესია, ეს გავლენას ახდენს ჩვენი ფსიქოლოგიური გარემოს მიმართულებაზე. მომდევნო საათებში გემთმფლობელებს, სადაზღვევო კომპანიებს და ტერმინალების ოპერატორებს მოუწევთ გადაწყვიტონ, დატოვონ თუ არა გემები ბაბელ-მანდების სრუტეში, თუ გადაამისამართონ ისინი უფრო გრძელ მარშრუტებზე. ჰუსიტების მუქარა სწორედ მაშინ გაჩნდა, როცა ჰორმუზის სრუტე იტანჯება გემების დაწვით, შემცირებული მოძრაობით და რევოლუციური გვარდიის თავდასხმებით. დაუყოვნებელი შედეგი არის ძლიერი ზეწოლა საუდის არაბეთის ნავთობზე, საერთაშორისო ვაჭრობაზე და მთლიანად სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის საზღვაო უსაფრთხოებაზე. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც სიმართლით გაწვდით ინფორმაციას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.